გივი თარგამაძე თბილისში ბრუნდება. პარლამენტის წევრი, რომელიც ბოლო რამდენიმე თვეა ლიტვაში ცხოვრობს, აცხადებს, რომ უახლოესი რეისით საქართველოში ჩამოვა და ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩაერთვება. საქართველოში ბევრი პრობლემაა მოსაგვარებელი, აცხადებს თარგამაძე პირველ რადიოსთან ინტერვიუში. თარგამაძემ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც რუსეთის მოთხოვნით დაწყებული ძებნა ინტერპოლის ბიურომ შეწყვიტა. მთავარი პროკურატურის სამართლებრივ დეპარტამენტში კი აცხადებენ, რომ გივი თარგამაძის დაკავება თბილისში არ მოხდება, რადგან ის საქართველოს მოქალაქეა და სხვა ქვეყანაში ექსტრადირებას კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. თარგამაძის საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით კომენტარი საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემაც გააკეთა. ამ დღეებში, რომელიც იქნება უფრო მალე რეისი, დაუბრუნდები ჩემს სამშობლოს, მე ვარ ძალიან ბედნიერი ამითი. მე ზოგადად მინდა მოუხადო ბოდიში ქართულ საზოგადოებას იმისათვის, თუნდაც ბოლო 9 წლის მანძილზე საკმაოდ ხშირად მიწევდა სამშობლოს გარეთ ყოფნა. რა თქმა უნდა, ამას ჰქონდა თავისი, ვთქვათ, ფასეულობა და ეს ცალკე საუბრის თემაა და შეიძლება საუბარი ამ ყველაფერმაც თავის შედეგი გამოიღო, მაგრამ დღეს მე ვარ აბსოლუტურად მოწარნებული იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტი დრო გავატარო სამშობლოში. ჩემი ინფორმაციით არ არის ძებნაზე დასმული. ანუ ძებნაზე დასმა ნიშნავს, რომ გენერალური სამდიდრო ადგილს თანხმობას, რომ წელ ქვეყნებში იყო ძებნა გავრცელებული და ეს არ არის. რომც იყო ძებნაზე მაინც შემოვიდოდა, მიუხედავად იმისა, იქნებოდა თუ არა როგორც ვისაც ძებნილი დასმული, იმიტომ რომ ჩვენი მოქალაქეა და ჩვენი მოქალაქის ექსტრადიცია არ შეიძლება უთხრა ქვეყანაში, რომელსაც ვერც ექსტრადიციის მიზნით ვერ დააკავებდნენ. გივი თარგამაძე აპირებს საქართველოში დაბრუნებას, ეს არის კითხვა. იგი არის საქართველოს მოქალაქე, მას შეუძლია დაბრუნდეს საქართველოში, ისევე როგორც საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს. ხოლო შემდეგ რა მოხდება, ეს უკვე იმ ორგანოებზეა დამოკიდებული, რომელსაც ეს ეხება.